მოგიდგებით ამბროსი გრიშიკაშვილი, ეკონომისტი, თარგმნელი. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ირაკლი მაგალათია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და შევეცდებით რომ საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ მასთან. ირაკლი მზად ხართ? მოგესალმებით ბატონო ამბროსი და მადლობა მოწვევისთვის მისავით თქვენს მაყურებლებს. აიხარით. მოდი ცოტა ხანი დროის მანქანაში ჩავსხდეთ და წავიდეთ ათენში. 2025 საუკუნის წინანდელი ამბავი მინდა გავიხსენო. მზად ხართ რომ შეგეკითხე ამასთან დაკავშირებით. სოკრატე დაიჭირეს. ყველაზე ჭკვიანი ადამიანი და ყველაზე ბრძენი დაიჭირეს და ბოლო დღეებია ციხეშია. და ათენში მაშინ იყო რელიგიური დღეები და მაშინვე არ დასაჯეს. რაზე დაიჭირეს იცით? ახალი მოსული იყო ტირანი თუ ვინც იყო სათავეში და ბრალი ეს იყო რომ ჩვენს კანონებს არ ეთანხმებიო, არ ითვალისწინებო, ახალგაზრდობას რყვნიო და ჩვენს ღმერთებსაც არ აღიარებო. ზის ეს კაცი ციხეში და ეს ერთი თვე რადგან რელიგიური თავისუფალი მიმოსვლა შეეძლო რა შეღავათი მისცეს, ბჭყალებს შეღავათი მისცეს. და მიდიოდნენ მეგობრები. ზოგმა ურჩია მაგალითად ალკიბიადემ რომ გაგაქცევთო. მაგრამ არაო. მე რო გავიქცე, მაშინ თლად დაადასტურებს ეს ხელისუფლებაო, რომ მართლა არ ემორჩილებოდა კანონებს. მე კანონის კანონმორჩილი კაცი ვარ. ხო და ზოგმა კიდე უთხრა რომ მაშინ მოემზადე მაინც სასამართლოზე. რაღა მოემზადო, მთელი სიცოცხლე არ მოემზადებოდიო. ეს გამახსენდა რომ კითხე შენც ემზადები მთელი სიცოცხლე და ამაზე ფიქრობ და მეც დაახლოებით ოღონდ შეიძლება ამან მოგატყუოს ამ რომ გონია რომ მზად ახლა შეიძლება შეგაცდინოს და ძიმე დღეში ჩაგაგდოს. აი რა მინდა კიდე გავიხსენო და მე გადავიდეთ უშუალოდ ეკონომიკაზე. მაკროეკონომიკის ლექციები მაქვს ერთ-ერთ უნივერსიტეტში და პარასკევი დღეა მე მაკროეკონომიკას ვკითხულობ და მითხრეს რომ საქართველოს ისტორიაზე ვინც კითხულობს ორშაბათს არ იქნებაო და ხო ეს რო ჩარდა. არ მომზადებულ ხარ და მე ვთქვი კაცო სულ ამას წერ და აქტიური ვიყავი პრესაში და სულ ამას წერ, სულ ამას ფიქრობ და რა უნდა შევედი და ორშაბათს ლექციაზე. 1-10 წუთი კი ვისაუბრე და მე კაცო ეს თქვა ხო ეცოდინებათ, ეს თქვა ხო და შავი დღე გამოვიარე რა, შავი დღე გამოვიარე. კარგით, ეს შესავალი გავაკეთე და საკმარისია გადავდივართ უშუალოდ ეკონომიკაზე. ბატონი ერთს გაგაწყვეტინეთ სამ კითხვას დამისვამთ, რადგანაც სოკრატე ახსენეთ ეს ფრთიანი გამონათქვამი ახსენდება რომ მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი. ოღონდ ბევრმა ეგეც არ იცისო. ეგეც არის და ნუ სამწუხაროდ არის ის რომ ხშირ შემთხვევაში ამას ჩვენ ვერ ვაანალიზებთ, იმიტომ რაც უფრო რაღაც იზრდება ეს ჩვენი ცოდნის ასე თქვა რკალი, მით უფრო მეტი რაღაც არის, რაც მე აღმოვაჩენთ რომ თურმე არ ვიცი და შესასწავლეთ. ამიტომ რაღაც ეკონომიკაში ესე არ გვაქვს რომ რაღაცები დოგმები გვაქვს და მხოლოდ ერთ საკითხია, რომ როცა ერთ საკითხს ჩაყვები, გაანალიზებ, გააშინაარსებ, მე ახალი ასე თქვა აქტუალური საკითხი, ახალი პრობლემატური საკითხი წამოიჭრება და მე იმ თემაზე გადადიხარ და ასე რომ ასე თქვა რაღაც ერთ რკალში და ერთ მარტო ბუშტში არ ვარ ხოლმე და ეს ბუშტი იზრდება და რაც უფრო მეტ ასე თქვა ინფორმაციას იღებ თუ ცოდნას იღებ, მე აღმოვაჩენ კიდევ უფრო ბევრი რაღაც ყოფილა მის მიღმა. სწორებზადები. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ეკონომიკაზე. ჩემი დაკავშირებით, აი ფიზიოლოგიურად ადამიანი ბუნებას მის გარემომცველ სამყაროს უკავშირდება სუნთქვით. სუნთქავ და ამით ახარ შეინტეგრირებული ბუნებას. სუნთქას შეწყვეტავ და ღმერთმა დიდხანს არ შეგაწყვეტილოს. თქვენ მით უმეტეს ახალგაზრდა ხართ და უკვე შენი ჭიდრო კავშირი და შენი ინტეგრებულებასთან იკავშირი. ადამიანი ეკონომიკას უკავშირდება ფასებით. ფასებით, სხვარით. ეხლა ფერარი რაღაცას აწარმოებს, თუ მე იმის ფასი არ მაწყობს, გინდა უწარმოებია და გინდა არა. ნუ რაღაც შორს წავიდეთ, გარდაბნის საკონსერვო ქარხანა რაღაცას აწარმოებს, თუ მე ვერ ყიდულობ იმას. მე იმასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, ანუ ეკონომიკასთან ჩემი კავშირი არ არსებობს. ანუ ფასები მე არ მაძლევს საშუალებას რომ ეკონომიკასთან მე მჭიდროდ ინტეგრირებული ვიყო. აი დღეს მე არ ამგონი ამაზე
მნიშვნელოვანი იყოს რამე, რაც არის ფასები. მით უმეტეს აი ესეთ არაორდინალურ რაღაცნაირ ექსტრა იმაში ვარ სიტუაციაში ვარ იქითომი ეს ყველაფერი ხო ფასებზე მოქმედებს საბოლოოდ. აი თქვენ რა სიტყვით, აი თქვენ დაკვირვებით რა ხდება ამ სფეროში და რას უნდა ველოდეთ? კეთილი ბატონო, ამ დროს თქვენს ნათქვამსაც გამოვეხმაურები ის, რომ ეკონომიკა ეს არის ზუსტად რომ თუნდაც მარკეტში ჩადიხარ რაღაც პროდუქტს ყიდულობ, უკვე ეკონომიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია ეს. ზუსტად ძალიან ის რომ თუ მე ვერ ვყიდულობ და ის ვერ ყიდი, შესაბამისად ეკონომიკური ჯაჭვიც იკარგება და ეკონომიკაც არ არის. შესაბამისად ეს ფასები ეკონომიკის ასე თქვა მთავარი მაჩვენებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე თქვა მაჩვენებელი არის. განსაკუთრებით ჩვეულებრივ საუბრობთ ინფლაციაზე და აი ინფლაციაც რომ განმარტოთ ჯერ ერთი ну თქვა ის რომ ბოლო მონაცემებით ახლა მარტის მონაცემებით რაც ქონდა 4.3% არის ინფლაციის მაჩვენებელი. აქ ერთი რაც მინდა ასე თქვა დღეს ვისაუბროთ და ხაზი გავუსვათ საზოგადოების მხრიდან ასე თქვა დამოკიდებულებას თუ განწყობებს ინფლაციასთან მიმართებაში და საერთოდ რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლები რაც ქვეყნდება ამ რიცხვების წაკითხვა უნდა შეგვიძლიოს კარგად წაკითხოს სწორი ასე თქვა ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ ამ რიცხვებს რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება და ამის მთავარი დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში რაღაც ეგრეთ წოდებული ექსპერტები არიან თუ ეკონომისტები, პოლიტიკოსები ხომ არიან და არიან, როცა გამოდიან და რაღაც თავის სუბიექტურ ამბობენ, ემოციურ ანალიზს აკეთებენ, ასე ვთქვათ, გადაცემებში და მე ეს ასე ვთქვათ, რეალური ეკონომიკური ანალიზების მიღმართ შედიან. ემოციები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აქ ყველა მასე უყურებს, მე მგონია, მით უმეტეს პოლიტიკოსები. კი ბატონო, ინტერესები ერთია და მეორე როცა ასე ვთქვათ, ამ თემასთან არ გაქვს ჭიდრო კავშირი, არ იცი თემა, მე უკვე შენს ინტერპრეტაციას განსაკუთრებით ახლა დღევანდელი თემა არ არის, თუმცა საშუალო ხელფასზე განსაკუთრებით ამ საშუალო ხელფასზე ისეთი ასე ვთქვათ ის კომენტარები თუ ინტერვიუები და ასე შემდეგ გამოსვლები და ანალიზი გვესმის რომ ნუ აცდენილი არის რეალობას, ანუ რიცხვების რას რიცხვები წერეს სწორად უნდა წავიკითხოთ. ახლა ინფლაციას რაც შეეხება პირველი უნდა თქვა ის რომ საქსტატი რასაც აქვეყნებს რა მაჩვენებლებიც არის არც ერთი მაჩვენებელი არის ზუსტად ის მაჩვენებელი რაც ჩვენ გონია ყველაფერი არის ასე თქვა ზოგადი მაჩვენებელი ზოგადი ტენდენციის მაჩვენებელი ეს იმას ანიშნავს რომ ვიღაცა იქ რაღაცას აშავებს და რაღაც ცუდად ითვლის ნუ ამ საკითხში მე არ შევდივარ პირველი ის რომ რაღაც ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ ნუ ინფლაცია არის პირველ რიგში რა რომ ფასები საერთო დონის ზრდა და არა მარტო არა მხოლოდ პურზე რომ ფასი გაძვირდა ეს ინფლაცია არის ეს არის პურის ფასის ზრდა ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ ფასების საერთო დონის და ეხლა ეს ფასების საერთო დონის და რას ნიშნავს ეს არის ასე ვთქვათ სამომხმარებლო კალათა სამომხმარებლო კალათა ნიშნავს რომ ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტები რაც არის ამ ეტაპზე ქვეყანაში ნუ დღეს გვაქვს 305 დასახელების პროდუქტი სხვა პერიოდში სხვა რაოდენობის იყო 296-იც ქონია 312-იც ქონია და ასე შემდეგ რა აქტუალურია ჩაგეწლები თუ შეიძლება დიახ რამდენი თქვით დღეს რამდენია 305 მე მახსოვს ადრე იყო ხოლმე უფრო 311 და ასე შემდეგ თქვენს აღნიშნეთ რომ სხვადასხვა რა იწევს ეს რა რის მიხედვით იცვლება ეს რაოდენობა კალათაში იმ მომენტში პერიოდისთვის რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და მოხმარებადი პროდუქტები არის აი მაგალითად ხო 90-იანებში 90-იანების ასე ვთქვათ კალათაში არ იყო მობილური ტელეფონი ну, ცხადია რატომაც არ იყო, იმიტომ რომ თვითონ მობილური სიტყვა არ ვიცოდით მობილური და შესაბამისად კალათაში ძველი ფიჭური მობილური და. ეხლა თქვა ბოლო 2-3 წელია რაც დაამატეს, შინაური ცხოველის საკვები, ასე თქვა, არის დამატებული, ასე თქვა ამ კალათაში. რაც ეხლა აქტუალური გახდა, რადგანაც შინაური ცხოველები, ასე თქვა, მომრავლდა და ხო და მოკლედ აქტუალობიდან გამომდინარე, ნუ ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტები რაც არის. შესაბამისად, ჩვენ როცა ვსაუბრობთ რომ ეხლა 3.4% არის ინფლაცია, ეს ნიშნავს რომ ამ 305 პროდუქტზე საშუალოდ 3.4%-ით გაიზარდა ფასები და არა პურზე. ამიტომ რაც ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე რაღაც განცდა რომ 3.4% ინფლაცია დაბალი მაჩვენებელია. პირველი ის რომ ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური ახსნებიც.
ანუ რატომ არის თქო დაცდენილი მე რომ მგონია რომ უფრო მაღალი ინფლაცია და რეალურად საქმე უფრო დაბალი ინფლაციას ამბობს აი ამის ასე თქო ანალიზი რომ გავაკეთოთ ნუ ჯერ პირველი მივყვეთ ობიექტურ მიზეზებს პირველი ნუ თქვით ეს 305 დასახელების პროდუქტზე იზრდება და ამიტომ 3.4% არ ნიშნავს იმას რომ პურზე გაიზარდა 3.4% და პურზე პირიქით უფრო მაღალი ფასების ზრდა გვაქვს შესაბამისად რაც შეეხება ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიის ერთ-ერთ ნაწილს ეს არის რომ ფასები აიღება 6 ქალაქის ძირითადი ბაზრებიდან. ნუ ეს არის თელავი, თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი. ნუ შესაბამისად აი სხვა ქალაქში რაც უნდა გაიზარდოს რაღაც პროდუქტზე ფასი ეს ინფლაციაზე არ ახდენს გავლენას. და შესაბამისად ვიღაცა ადამიანს როგორია რომ ჩავიდა და რაღაც ზეთზე კეთად გაზრდილი ფასები დახვდა და ამ დროს საქმე სხვა რიცხვზე ეუბნება. ამის ობიექტური მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ იმ ქალაქში შეიძლება საერთოდ არ ცხოვრობს სადაც ეს შერჩევაში მოხდა, ან იმ მარკეტში, ან ბაზარში არ წავიდა საიდანაც ამ პროდუქტზე ფასები აიღოს, ან მესამე იმ კონკრეტული ბრენდის ზეთი საერთოდ არ არის შერჩევაში მოხვედრილი. შესაბამისად ეს სუბიექტური ჩემი პერსონალური ინფლაცია ყოველთვის განსხვავდება აი ამ ზოგადი ინფლაციისგან, რასაც საქმე ასე ვთქვათ თავაზობს და ითვლის. შესაბამისად, აი ხო წარმოგვიდგენია რომ ამ 6 ქალაქის რაღაც ძირითადი ბაზრებიდან აღებული ფასები კონკრეტული რაღაც ბრენდის პროდუქტები რომელიც ყველაზე მეტად მოხმარებადია, ეხლა აქედან დათვლილი ინფლაცია რომ პერსონალური ინფლაციისგან განსხვავებული არის ძალიან ასე ვთქვათ ობიექტური შეფასება არის ეს. ამიტომ განსხვავებული მოსაზრებები აი ამის გამო ჩდება ხოლმე საზოგადოებაში. შესაბამისად ეს 3.4%-იც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ძალიან ასე ვთქვათ ზოგადი მაჩვენებელი, არის ტენდენციის მაჩვენებელი, უბრალოდ წინა პერიოდებთან შევადაროთ და არ არის კონკრეტულად რაღაც კონკრეტულის მაჩვენებელი. ხო, ეხლა მომდენო ასე ვთქვათ აღქმას აი ასე ვთქვათ მოსახლეობის დიახ. ვიდრე გადახვიდოდით კი ხართ უმცროსი მეგობარი, მაგრამ რაღაც კრიტიკული მომენტ ჩვენა და უნდა გითხოთ. ერთი მადლობა რომ ჩამახედეთ, აი როგორ იცვლება და რატო იცვლება, მაშინ ესე ძალიან ჩახედული არ ვიყავი კალათაში. და მე შემოიტანესო ახალი მაჩვენებელი შინაური პირუტყვის საკვებიო. იმიტომ რომ პირუტყვის დება გაიზარდა, დიახ. ვითო? კი, ანუ შინაურ ცხოველებს, ანუ ქუჩაში თუნდაც აი ძაღლის, კატის საკვები პროდუქტები. მე უფრო ხედულებაში მაქვს სხვილფეხა. არა, შინაურ ცხოველებზე ხო, ძაღლი და კატის და ხო. ეგ სამწუხაროდ. არა, ეგ იგულისხმა, კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ მომრალდა და აქტუალური გახდა რომ ეს პროდუქტი შესულიყო ამ კალათაში. ხო, ეხლა კიდევ რაც შეეხება ამ სუბიექტურ აღქმის ასე ვთქვათ ერთ-ერთ საკითხს არის ის რომ ანუ ადამიანი როცა ჩადის რაღაც მარკეტში ხო არ უყურებთ რომ აი ჩავედი რაღაც მარტში და ხომ არ ფიქრო რომ შარშან დელთან შედარებით როგორ გაიზარდა ფასები, ანუ ზეთის ფასი გადაღაც გაძვირებული დახვდა და არ უწყებ იმ შედარებას რომ შარშან გასული წლის მარტთან შედარებით როგორ გაიზარდა ზეთი. ამას ხო უფრო გრძელვადიან პერიოდში ვაკვირდებით რაღაც 2-3 უფრო მეტწლიან წლში უყურებთ ამ ფასებს. ესეც მოქმედებს და ჩვენ რასაც ასე ვთქვათ საქმე გვაძლევს ამ ინფლაციას ეს არის ერთწლიან წლში. რომ აი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით და ჩვენ უბრალოდ მომხმარებლები რომლებიც ჩავდივართ რაღაც აი ამ ერთწლიან წლში კი ცოტა უფრო შორს ვიყურებით რაღაც 2-3 წლიან წლში და ის გვახსოვს და აი ამ 2-3 წლიან წლს თუ შევხედათ ინფლაცია იზრდება და იზრდება და აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ბევრი რიცხვი რომ არ მოვიყვანოთ დიახ არ გადავყალოთ ერთი არის ის რომ 2025 წლის ინფლაცია რომ შევადაროთ რაღაც 2015 წლის ინფლაციას ანუ 2015 წელს 10 წლიან წლში თუ აქ რაღაც 3%-იანი ინფლაცია გვაქვს და უფრო დაბალი ინფლაციაც ქონდა გასულ წელს 60%-იანი ინფლაცია გვაქვს. აი ამ 305 დასახელების პროდუქტზე შეგვიძლია ვთქვათ რომ 60% არის გაზრდილი ფასები. აი 10 წლიან წლში. რამდენიც 60%. ეს ოღონდ აი ამ 305
დასახელების პროდუქტის გასაშვალებული ფასები რომ ავიღოთ და კონკრეტულ ბრენდებს თუ ჩავყვებით და სურსათის კალათას თუ ჩავყვებით, ჯანდაცვის კალათას თუ ჩავყვებით და კონკრეტულ პროდუქტებს ავიღებთ, ინდივიდუალურ პროდუქტებს თუ ავიღებთ, იქ ინფლაცია ასაკურელი უფრო მაღალი არის და რაღაც ასე ვთქვათ 100%-იან მაჩვენებელსაც ასე ვთქვათ აღწევს კიდევაც და შესაბამისად ადამიანი როცა აი ამ ასე ვთქვათ მაჩვენებლებს ხედავს და აი ამ რიცხვებს ეს აღქმაც ბუნებრივია მას უჩდება მაგრამ ნუ საქსტატი არის ის რასაც ასე ვთქვათ ითვლის მაგრამ მეორე არის პერსონალური ინფლაცია რომელიც ყოველთვის განსხვავებული ასე ვთქვათ ზოგადი მაჩვენებლისგან ბატონო თქვენ ახსენეთ უფრო უკეთესიაო გრძელვადიან პერიოდშიო მაგრამ ისეთი დრო დაგვიდგა რომ ომებსა და ამებს გულისხმობ რომ ყოველდღიურად იცვლება ინფლაცია და იქნება რაღაც ახალი მეთოდით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს გამოთვლასაც და მის დარეგულირებასაც ხალხისათვის აი რომ მისაღები იყოს ეს ფასები რომ იყო აი ჩემი აზრით აი პირდაპირ ჩემ აზრზე რომ გადავიდე ჩემი აზრით ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს მე ასე ვფიქრობ ხელისუფლებამ ერთია რომ შეიძლება რომ ფასების ზრდა შეაჩეროს მაგალითად აქციზი შეამციროს დღგ შეამციროს დამატებული ღირებულების გადასახადი ხო აი მაგალითად ვეცნობი ხოლმე პოლონეთში მაგალითად ძალიან გავარდა ბენზინზე ფასი და ჩამოწიეს აქციზი ჩამოწიეს დღგ ანდა მეორე მიმართულებაც არის ამას მიეშველოს ხალხს შემოსავალი გაეზარდოს ხო რაღაცნაირად მიხვდეს ამას რომ ნორმალურ ქვეყნებში ხო ესია გაცო ხო მაგალითად გერმანიაში აი გაზის პრობლემა რომ გაუჩნდათ გერმანელებს სახელმწიფო შეღავათი მისა შემოსავლები გაუზარდა და რაღაცა ანუ მე აი ოღონდ გააჩნია სხვადასხვა პროდუქტ სხვადასხვანაირად უნდა მივუდგეთ მე ვფიქრობ რომ მაგალითად ბენზინზე არ ამგონია რომ მიზანშეწონილი იყოს დღგ-ს შემცირება, აქციზის შემცირება, იმიტომ რომ უნდა თუ არა ჩვენი ხალხი მანქანით დარბის და ვეღარ გისუნთქი ადამიანს, ხო? მაგრამ ამავე ხალხს რომ რაღაცნაირად ცხოვრებაში უნდა გაუზარდოთ შემოსავლები. ამისინ მე გამიკვირდა რომ არ ვიცი რომელმა პარტიამ გამოიტანა რა დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას ხელფასის და 1050 ლარამდე. ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ. ესე იგი, იქ რო კარგად არიან და თბილად არიან, რატო არ ფიქრობენ ხალხზე, რომელსაც 700 და 800 ლარი აქვს ფართო მასებს შემოსავალ ხელფასები, ხო? კეთილი. ხო უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით, ხო? ხო უნდა სოლიდარულები ვიყოთ, კაცო, შენ რომ 10000 თუ 12 ქონდა და კიდე 1000-ები მიიმატე, თუ ადვილი იყო ცხოვრება 10000 თვერი ცხოვრე და ამ ხალხმა ამდენმა 800 ლარით რომ უნდა იცხოვროს, ხო? და არგუმენტება რომ აუწიო ის და რაღაცა შენც მოიკლო, ხო, გასო? აბა რისი ერი ვარ და რისი ქვეყანა ვარ თუ არ გავითვალისწინეთ და გავინაწილეთ ეს მდგომარეობა. კეთილი. აი ხელფასების ნაწილზე ერთ კომენტარს გავაკეთებ ის რომ აიგივე 2015 წელთან შედარებით რომ ანალიზი გავაკეთოთ საშუალო ხელფასი რომ ავიღოთ. ნუ გასაგებია რომ ეს საშუალო ხელფასი ძალიან ზოგადი მაჩვენებელი არის, მაგრამ იგივე აი საშუალო ხელფასიც რომ ავიღოთ ნომინალში, რაც ასე თქვა დარიცხული ხელფასი არის 2015 წელთან შედარებით 2025 წელს 1300 ლარით არის გაზრდილი. ანუ თითქმის გაორმაგებულია. ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა ხელფასი და შეიძლება ეს პოლიტიკოსმა თქვა თავრობის წარმომადგენელმა რომ აი გაზრდილი 100%-ით არის გაზრდილი და კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი ამათ წელიწადში ნომინალში ხელფასი, მაგრამ აი რეალურ ხელფასს თუ გადავიყვანთ, ანუ ნიშნავს იმას რომ ინფლაციის გათვალისწინებით, ანუ ყიდულუნარიანობა როგორ არის აი ნახავთ რომ აი რეალური ხელფასი 15 ბევრად აი მხოლოდ 500 ლარით არის გაზრდილი. გაზრდილი არის ოღონდ 500 ლარით. ნუ ასე წარმოიდგინეთ რომ ნომინალური ზრდა გვაქვს და არ არის რეალური. დიახ, და აი რეალურად გაზრდილი არის აი რო ვთქვა რომ 2015 წლის შემდეგ ინფლაცია რომ არ ყოფილიყო,
ჩვენი ხელფასი რეალურად გაიზრდებოდა 500 ლარით, ოღონდ ესეც საშუალო ხელფასი არის და არ კონკრეტული ადამიანების ხელფასი. ესეც კიდე ცალკე ასე თქვა აღსანიშნავი ამბავია და ის რომ 500 ლარით იზრდება კი დადებითი ტენდენციაა, მაგრამ 10 წლიან ჭრილში 500 ლარით გაზრდილი, ესეც ხო ადამიანის ცხოვრების ასე თქვა ტემპი, რიტმი, წესიც იცვლება და ასე თქვა მოთხოვნებიც იზრდება თუ მოთხოვნილებებიც იზრდება და შესაბამისად ეს 500 ლარიანი ზრდა რამდენად დაკმაყოფილებს და ესეც ოღონდ ზოგადი საშუალო ხელფასის ტენდენციას რომ გავყოთ. მე საშუალო ხელფასიც რაღაც საეჭვო მაჩვენებელი მგონია, რომელიც გამოდის ვთქვათ საქართველოს ბანკის ტოპ მენეჯერების ხელფასიდან და მაგალითად 24 საათის ქსელილოა სავაჭრო იმათი ხელფასი. ეს არის საშუალო. აბა მედიალურ ხელფასზე გადავიდეთ. იქაც არ გვაქვს და იქ რა არის, რა ამდენი გვაქვს? მედიანურ ხელფასიც გვაქვს და მაგრამ მედიანურ ხელფასი ბევრად დაბალი არის. პირველი ის უნდა თქვენ 1300 ლარი იყო გასულ წელს და რაღაც 2000 ლართან შედარებით 1300 ლარი. პირველი ის უნდა თქვა რეალობასთან უფრო ახლოს არის ხო? აი ეხლა თუნდაც იგივე ხელფასების ნაწილი რომ განვიხილოთ აი ამ საშუალო ხელფასითაც არ უნდა შევაფასოთ შრომის ბაზარი, ესეც ძალიან ზოგადი მაჩვენებელი არის, უბრალოდ ტენდენციის მაჩვენებელია და მეტი არაფერი, იმიტომ რაც თქვენ ბრძანეთ რომ დაბალ ხელფასიანებს დამატებული მაღალ ხელფასიანი რამდენიმე ეს რომ შეიკრიბება, ცხადია მაღალ ხელფასიანის ეგ არის, მაგრამ საშუალოს დროს დიახ და ახლა აქ გვაქვს ერთი საკითხი რომ წარმოიდგინეთ 3 რიცხვი რომ მქონდეს პირობითად 100, 200, 50000 და ვიღაცამ ამოცანა გითხრას რომ გამოითვალე ამ 3 რიცხვის საშუალო არითმეტიკული. რას ვიზამთ, შევკრებთ და გავყობთ 3-ზე. არავის არ ექნება წინააღმდეგობა. მაგრამ როგორც კი აი ამ რიცხვებს ლულს მივაწერთ და ვიტყვით რომ ეს არის ლარი და ხელფასი, წინააღმდეგობა ეგრევე მოდის, რომ აი 50000 ლარი რომ აქვს პირობითად, ის მერე მაღალზე ასაშუალოებს. იმიტომ რომ ეხლა იმის თქვა მინდა რომ სტატისტიკის პრობლემა ეს არ არის. ანუ სტატისტიკამ არ იცის ასე თქვა რა მდგომარეობა შრომის ბაზარზე. ეს რიცხვები სტატისტიკურად უნდა შეკრიბო და გაყო რაოდენობაზე დასაქმებულების რაოდენობაზე, რაც რეალურად მართლა ეს გამოდის. მაგრამ აი ამ კონკრეტულად რაღაც საშუალო ხელფასით არ უნდა ვიმჯეროთ რომ აი ეს 2000 ლარი ბევრია თუ ცოტა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები მჭირდება. სხვა სტატისტიკური გაანგარიშებები, რითაც მე დავახასიათებდით შრომის ბაზარს. რაც თქვენ ბრძანეთ რომ მედიანური ხელფასიაო. მედიანური ხელფასი რო ვიტყვით 1300 ლარს, ეს 1300 ლარი რას ნიშნავს? მედიანური ხელფასი, ეს მონაცემები, ხელფასები ზრდადობის მიხედვით რომ არის დალაგებული, მედინე არის მის შუა ადგილას მყოფი წევრი. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ დასაქმებულების 50%-ს აქვს ამ 1300 ლარზე ნაკლები ხელფასი და დასაქმებულების 50%-ს 1300 ლარზე მეტი ხელფასი. კიდევ აქ შეიძლება სხვა, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები მედიანად რადგანაც ვახსენეთ, აუცილებლად მოდა უნდა ვახსენოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ აი ერთ-ერთი მაგალითი რო განვიხილოთ, ვთქვათ, დასაქმებულების ყველაზე მეტ პროცენტს რამდენ ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. აი თქვათ, ყველაზე მეტ პროცენტს პირობითად ვამბობ, ახლა რეალურ რიცხვს არ ვამბობ, რაღაც დასაქმებულების 40%-ს აქვს 600 ლარზე ნაკლები ხელფასი. ეს ხო უკვე რაღაც რეალური ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს. რეალური მონაცემი ახლა რაც შემიძლია თქვა, 2 წლის წინანდელი დათვლილი მაჩვენებელია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით და იქ იყო ეგეთი მონაცემი, რომ დასაქმებულების 1.9%-ს ჰქონდა 9000 ლარზე მაღალი ხელფასი. ანუ ჯერჯერობით 9000 ლარი ხო რაღაც ასტრონომიულად მიგვაჩნია ამ პირობებში, მაგრამ საშუალო ევროპულ ხელფასებს რომ გადავხედოთ, რეალურად არც ძალიან ბევრი არის და თან წარმოიდგინეთ ის რომ 2%-ს დასაქმებულების 2%-ამდე რომ აქვს ეს 9000 ლარზე მეტი და იმ 2%-ში კიდევ შედის ეს კიდე ცალკე საკითხია. ანუ ეს უკვე რეალურ სურათს გვაჩვენებს. კიდევ სტატისტიკაში გვაქვს ესეთი ჰარმონიული საშუალო, გეომეტრიული საშუალო. ეს გაანგარიშებები აკეთებს იმას, რომ აი ამ მკვეთრად გადახრილ მონაცემებს ეს 50000 და რაღაც 70000 და 30000 ლარები რაც არის თქვა მაღალი ხელფასები, აი ამ მეთოდის გასაშუალებით ბაზრის ტენდენციას უახლოებს და ჩამოყავს დაბალ, ასე ვთქვათ, ხელფასზე. ანუ აი ამ ტენდენციას, რაც ყველაზე მეტად გავრცელებული და ყველაზე მეტი ხელფასი რაც არის, აი ამ ტენდენციისკენ ჩამოყავს. პირობითად რო ვთქვათ, რომ აი საშუალო არითმეტიკული თუ არის
პირობითად 1300 ლარი, ჰარმონიულს დაითვლი, ან გეომეტრიულს დაითვლი და ის ჩამოიყავს 700 ლარზე, 900 ლარზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰარმონიული საშუალო ან გეომეტრიული საშუალო უფრო ზუსტი მაჩვენებელია, არა, იმათ თავისი დატვირთვა აქვს, თავისი სტატისტიკური დატვირთვა აქვს, მაგრამ ის უბრალოდ გიჩვენებს ტენდენციას, რომ აი ყველაზე მეტად აი ესეთი ტენდენცია ის დაბალი ხელფასებისკენ არის ტენდენცია. და მე კიდევ ასე თქვა სტრუქტურულ ანალიზს თუ გავაკეთებთ რეგიონების მიხედვით, ქალაქების მიხედვით, რაც აქვს კიდევაც ახლა საქსტატს. ამას ნამდვილად აკეთებენ. აი ეგ უკვე ჩავიხედათ, იქ ვნახავთ, რომ იგივე პროფესიების მიხედვით როგორი მდგომარეობა არის ქვეყანაში, რომ იგივე ახლა განათლებას როცა საუბრობთ, სოფლის მეურნეობას და განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასები არის ქვეყანაში. და ნუ მოკეთ აი ესეთი ანალიზებით შეგვიძლია ჩვენ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და კონკრეტული რაღაცა ერთი ნომინალური ხელფასით ანალიზის გაკეთება არ გამოგვადგება და მე არასწორი ინტერპრეტაციებისკენ მიყავს მოსახლეობა. გასაგებია. ერთი შეკითხვა დავიბოდა. განათლებაში ხელფასები გასაგებია, მაგრამ რომ ზანეთ სოფლის მეურნეობაშიო, რას აგულისხმობთ? ახლა ჩვენი ძველებური მეურნეობები კონკრეტულად აღარ აქვს. აი მომსახურებაში დაქირავებული დასაქმებულები ვისაც ყავს, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში რაღაც ფერმერული მეურნეობა იქნება თუ მსგავსი, აი ასეთ მიმართულებებს სადაც დასაქმებულები ყავთ, ნუ გასაგებია სოფლის მეურნეობა რა მდგომარეობაში და ხელფასებიც შესაბამის მდგომარეობაში მიყვება. კარგით. წეგანაც გითხე და ეხლა კიდევ უბრუნდები. თუ გაქვთ მონაცემები, სტატისტიკოსი ხართ უფრო, ხო? შინაური ცხოველების, ფრინველების ესეთ რაოდენობას თუ გაქვთ მონაცემები, წეგანაც ძანეთ რომ მატულობსო და ისო და აღმოჩნდა რომ თქვენ სხვა ცხოველებზე გაქვთ ლაპარაკი, რომ კატებზე და ძაღლებზე, ხო და თქვათ მსხვილფეხა, საესხენი, ხარი, ფური, ეს კამეჩი და ესენი ბოლო წლებში მატულობს თუ მცირდება? ბოლო წლები ახლა არაკომპეტენტურად რო არ გამომივიდეს და არასწორი მონაცემები ნამდვილად არ ვიცი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ რამდენიმე წლის, 2 წლის წინანდელი მონაცემები მახსოვს, რომ იზრდებოდა, მაგრამ არ იზრდებოდა მკვეთრად. პირუტყვებსაც შეეხება, რქოსანი პირუტყვების რაოდენობაც ასე ვთქვათ, ზარდი მაჩვენებელი ქონდა, რამდენად ზარდი მაჩვენებელი იყო მეორე საკითხია, თუმცა ქონდა ეს ტენდენცია, მაგრამ ნუ რამდენად რეალისტურია კიდე საკითხია. ალბათ ჩავხედავ. ხო, ბოლო მონაცემები ნამდვილად არ ვიცი, ამიტომ ჯობს რომ კომენტარი არ. მე რამდენიმე სოფელში მიხდება ხოლმე ჩასლავ კახეთში. იკლებს. ძროხების რაოდენობა იკლებს. პირადი გაკვირვებით მე შეგიძლია. მამლის ხივილს ვერ გაიგებ და ფრინველის რაოდენობა იკლებს. ქრება ღორი და ასე შემდეგ. კარგით, ამას თავი დავანებოთ. მეორე საკითხი, რომელიც წეგან მქონდა საუბარი და მე უფრო გამოწვევით მინდა გავიგო. მიზეზებზე ხო? კალათაზე რო ვილაპარაკეთ. ეგ 305 მხოლოდ ერთი კალათა გვაქვს. არ შეიძლება მეორე კალათაც შეიქმნეს. მე მაგალითად როგორც რიგით ქართველს სულაც არ მაინტერესებს იმ კალათაში როა ზურმუხტი და ბრილიანტი და რაღაცეების გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. არ არსებობს ალტერნატიული კალათა, რომელიც ასახავს მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აი ჩემის თანახალხს სჭირდება რა. ეგ გვაქვს სხვათა შორის, რამდენი პროდუქტია და რომელია? არა, გეტყვით ახლა რას გულისხმობ. ანუ პირველი ის რომ ასე ვთქვათ პროდუქტების მიხედვით არის დაყოფილი, ასე ვთქვათ ეს 305 დასახელის პროდუქტი და არის სასურსათო კალათა, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ასე შემდეგ, ჯანდაცვა და აი აქაც კონკრეტულ ჯგუფებზე რომ გავყვეთ, ყველაზე მაღალი ინფლაცია ყოველთვის გვაქვს სურსათის ჯგუფში. ეხლა რომელიც ხალხს აწვევა, უმრავლესობას მოსახლეობის. ეხლა კიდე მეორე ნაწილია ის, რომ მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 33% მოდის სურსათის შეძენაზე. სურსათის შეძენაზე, ანუ მთლიან ამ ხარჯების 33% 1/3 იხარჯება სურსათზე. ეს საშუალოდ და რაც უფრო დაბალ შემოსავლიანი ადამიანი ცხადია ხა ეს მონაცემით იზრდება. 25% კი არა, ზოგს შემოსავალი არ ყოფნის კაცო. რასაკვირველია. აი ეს დიახ და ეგ საშუალო ძალიან მაღალი მაჩვენებელია. და აი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე რომ ანალიზი გავაკეთოთ, აი ესეც მაგას მიუთითებს რომ რაც უფრო მაღალი არის
სურსათის წილი ამ თლიან ხარჯებში, მით უფრო დაბალი არის მოსახლეობის ცხოვრების დონე. აი, ევროპის ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია. ანუ 10% ეს იმას არნიშნავს, რომ არ იკვებებიან, ძალიან კარგადაც იკვებებიან და მაღალხარისხიანი პროდუქტით, მაგრამ აი ამ იმდენად მაღალია დოვლატი და შემოსავალი, დიახ, რომ 10% რომ გადადოს ამისთვის უკვე საკმარისია. დანარჩენი 90% ჯანდაცვაზე წავა თუ კულტურულ, ასე ვთქვათ, ღონისძიებებზე და ასე შემდეგ, აი ამ მიმართულებით მიდის და ჩვენ შემთხვევაში როცა დაბალი შემოსავალი და პირველადი მოხმარების პროდუქტები უნდა შეიცნოთ ცხადია. და ნუ 33% რაც ასე ვთქვათ ზოგადი მაჩვენებელია, რასაც საუბრობთ, განზოგადებული მაჩვენებით 33%-ია და დანარჩენი ასე ვთქვათ მიდის სხვა პროდუქტებში და მეორე ადგილზე დგას ჯანდაცვის ჯგუფიდან ყველაზე მაღალი ინფლაციები ყოველთვის სურსათზე და ჯანდაცვის ჯგუფში გვაქვს ხოლმე. და ნუ ცხადია დაბალ შემოსავლიანი ადამიანებისთვის ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ პრობლემატური საკითხად იქცევა ხოლმე რომ რაღაც თქვენ ახსენეთ რომ რაღაც მიზეზებზე საუბრობდით რომ ჩვენ ასე ვთქვათ ღარიბი მოსახლეობის პრობლემა ზუსტად მანდ დგას რომ ველოდებით რომ აი როდის გაიაფდება რაღაც კვერცხი 5 თეთრით თუ 10 თეთრით და აი ეს არის ჩვენი პრობლემატიკა და არადა სხვა მიმართულებაზე უნდა ქონდეს აქცენტი რომ როგორ გაიზარდოს შემოსავლები და როგორ გავხდეთ მყიდველუნარიანი ანუ ფასების ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ცუდი ხდება ფასების ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს იმით რომ ხარისხი გაიზარდა ამ პროდუქტის უფრო მაღალ ხარისხიანი პროდუქტი შემოვიდა და იმას ვყიდულობ და აი ამ კუთხით, როცა შემოსავლები იზრდება და შემყიდულუნარიანი ხარ და მაღალი ხარისხის და მაღალი ფასის პროდუქტს ყიდულობ, ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. და ჩვენ გვაქვს პირიქით, რომ დაბალ ხარისხიანი პროდუქტი გვაქვს და მაღალი ფასები ამ პროდუქტზე. და შესაბამისად, ყოველი გაძვირებული, ერთ-ერთი გაძვირებული პროდუქტი დამატებით, ასე ვთქვათ, პრობლემას ქმნის მოსახლეობისთვის. ბატონო ირაკლი, ადევნებ თვალს კომისიის მუშაობას ფასების რამე ისეთი რჩებათ, რომ მაგ კომისიის მუშაობით რამე მიზანს მივახცევთ. აი ხლა მე ჯერ პრეზიდენტის რჩებას ვკეთვით, რჩებს შტაბის დილებას და მე გააგზავნეთ ამ თემაზე. ერთ-ერთს მე არ უყურებ, იმიტომ რომ ეს არის მორგი манипуლირება. სუსითა და ამ კომისიებით ფასები ვერ შეიძლება კომისიაში მით უმეტეს საქმის ან არ მწოდნენ, ან და სულ რომ აპატიებდა და არ აინტერესებს და ისეთი ხალხია. ამის წინ უყურე ერთ-ერთ მას და გამოდის როგორც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი ხალხის უმრავლესობას სჭირდება სურსათი და მედიკამენტები, ხო? გამოდის თუ არ ვცდებით PSP-ს წარმომადგენელი და ამბობს, რომ ჩვენო იქ ლაპარაკი იყო, რომ იქნება 10%-ით მაინც შეამციროთ ყოველ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფებს. გამოდის წარმომადგენელი და იძახის, ჩვენო მოგებაო 3.5% გვაქვს და 10% თქვენ შეამცირებდითო? ეს კომისია კი არ უნდა იყოს, კაცო. აი ესეთი როცა ადამიანი გაუშვი 1-3 კაცი, ამის გაანგარიშებას რა უნდა, აი გრეტა თვითდღერებულო რამდენია, შემოსავალი რამდენია და მოგება რამდენია, ნეტაბელობა რამდენია, ხო? ეს ხო ადვილი გასაგებია. რატო უნდა მომატყოს, რა თმინდა ესეთი კომისია, სადაც ესეთი კაცი ვიღაცა პასუხისმგებლობ ჩემი აზრით, გამოდის და ასეთ რამეს ამბობს. ანუ ეს მორიგი თვალებში ნაცრის შეყრა ხალხისთვის ამ კომისიის მუშაობა ვითომ მას რამე შეუძლია და რამეს გააკეთებს. ვერაფერსაც ვერ გააკეთებს, არც გაკეთებული. სასაცილო კვერცხი იგივე კვერცხი რო აიგდეს იმათ სამასხარავად ხალხმა აიწია და აიწია. აი ეს იქნება ყოველთვის თუ კი მეც ღონისძიებას არ დავსახავ და რა უნდა დავსახოთ და როგორ ხო არა პირველი კომისიას რაც შეეხება ნუ იმ კომისიაში ყველა ასე ვთქვათ წარმომადგენელია გარდა ეროვნული ბანკისა ანუ იდეა შეეხება ეროვნული ბანკი ვინ და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო იმ კომისიაში და ფასებზე რა ვიცი მე მგონი ისინი არიან პასუხისმგებლები დიახ და მეორე რაც უნდა კეთილსინდისიერი იყოს მთავრობა ამას უნდა გაუსვათ ხაზი რომ ვინმეს არ ეკონოს რომ აი ცუდი მთავრობა რო ყავს იმიტომ ვერ არეგულირებენ რაც უნდა კეთილსინდისიერი და კარგი მთავრობა იყოს და ხალხისთვის ასე ვთქვათ კეთილის მსურველი და ასე შემდეგ რაც უნდა კომისია შექმნას კომისია ვერასდროს აი ამ ფასებს ვერ დაწევს ფასებს ასე ვთქვათ თავრობის დირექტივით შესაძლებელია რომ აიძულო მოთხოვო ბიზნესს რომ რაღაცა შანტაჟის თუ მუქარის თუ რაღაც თხოვნის და ასე შემდეგ სიტყვით რომ იმან დაუციოს დროებით მაინც
სხვა შემთხვევაში ფასებს ბაზარი ასე ვთქვათ კარნახობს ფასებს და კონკურენცია. აი ბაზარს აი ბაზარს რაც შეეხება გააჩნია როგორი ბაზარი გაქვს, შესაბამისი ფასები გაქვს. გაქვს მონოპოლიური ბაზარი, მონოპოლიური ფასები გაქვს, ოლიგოპოლიური ბაზარი, კონკურენტული ბაზარი გაქვს, მაშინ კონკურენტული ფასები იქნება და ჩვენ ახლა რამდენად გვაქვს კონკურენტული ბაზარი, იქით კი უნდა წავიდეთ. ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ფასი მაღალია თუ დაბალია. ჩვენ იმას უნდა უყუროთ, რამდენად კონკურენტულია ბაზარი, იმიტომ რომ კონკურენცია თავის ალაგას დებს ამ ფასებს, თავის დონეზე დაჰყავს. აი ესა და მაგ მიმართულებით არაფერი კეთდება და რატო არ კეთდება? იმიტომ რომ სინაკურა ესეთი ტერმინია, ესე რომ შენ რო ვიღაცას ხარს უჭერ და შენი კაცია რა. თავრობის და პარლამენტარების სინაკურები არიან სულ ამ ბიზნესებში. ხო და რანაირად უნდა დაიწიოს ფასები რა, ეს აქ ჯოხი ჯადოსნური ჩამოწევენ და ეგ ეტაპი ხო გავიარეთ, საბჭოთა კავშირი იყო და ბრძანებებიც იყო, თხოვნებიც ყველაფერიც იყო, მაგრამ ვერ გაამართლა დაინგრა ეს სისტემა და ხო, ანუ ესეთი გეთახმებით აბსოლუტურად და არის ის რომ კარგი თუ გვაწუხოს ხო ესეთი პრობლემა, მაშინ გამოცეთ დადგენილება რომ აი პური არ ღირდეს 50-ზე მეტი. ანუ ამაზე ადვილი საქმე ხო არაფერი არის, რომ თქვას თავის წარმოგდგენილ 50-ზე მეტად არ გაიყიდოს. რეალურად რა მოხდება ბაზარზე? ის რომ თვითღირებულებაზე ასე თქვა დაბალ ფასს რომ დაუწესებ, ეს მოხდა, ეს გავლილი გვაქვს. აი პანდემიის პერიოდში, რა გიჟი ვინ არის? რასაკვირველი აი პანდემიის პერიოდში მაშინ სამწუხაროდ პანდემიის პერიოდის ასე ვთქვათ ეკონომიკა საერთოდ მივივიწყდა და მაგის ანალიზი არ მიდის რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთებულიყო გავიარეთ პანდემია და ახლა ჯიბეში ხელი ჩავიწყოთ სამწუხაროდ არ მიდის მაგის ანალიზი იმ პერიოდში 9 პროდუქტზე მაშინ გახსოვებათ რომ დათქმა იყო ის რომ აი არ გაიზარდოსო ფასებიო სუბსიდირება გააკეთა მთავრობა მე ეს 9 პროდუქტი ასე ვთქვათ კიდე შემცირდა რაღაც პორდა ის ამოიღეს ასე ვთქვათ ფქვილი და გამოვიდა ის რომ რაც იყო დასახული მიზნად რომ აი ამ პროდუქტებზე არ უნდა გაცურებულიყო 7-დან 5 პროდუქტზე უფრო მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ვიდრე აქამდე იყო ასევე 520-ზე დადგენილება ჯანდაცვაში როცა მთავრობამ ასევე კეთილი სურვილები და მიზნი თქვა რომ აი ამაზე მეტი არ უნდა ღირდეს ასე ვთქვათ ეს სამედიცინო მომსახურება როგორც კი ეს დადგენილება მიიღეს გამოვიდნენ ექიმები და თვითღირებულებაზე დაბალი ფასია და რიგი ასე თქვა და მიმართულებები საერთოდ გაჩერდა რაღაც ოპერაციების თუ სამედიცინო მომსახურების მთელი რიგი პრობლემები შექმნა ამ 520-ზე დადგენილებამ. ანუ ამ ისტორიას სამწუხაროდ არ ვსწავლობთ, არ ვკითხულობთ და მე პრაქტიკაში არ გადმოგგვაქვს და უბრალოდ მე ვიძახით რომ აი მოდი მთავრობამ შეამცირებინოს ფასი როგორ და აი კონკურენცია რო ბრძანეთ ძალიან მარტივად. ეხლა მე რომ პურს ვაცხობ რომ დავადო ამ პურს 10 ლარი. ანუ რატომ არ მაქვს უფლება რომ 10 ლარი დავადო? მე ხომ ეს პური მე დავაცხე. გასაყიდოთ, ანუ ხო ვინმეს არ წავარდი, მე დავაცხე. მაგრამ თუ მარტო მე ვარ მწარმოებელი, ამ 10 ლარად მიიღის და გავყიდი. და იყიდიან, მაგრამ როგორც კი კონკურენცია და თქვენ შემოხვალთ ბაზარზე, უკვე 10 ლარად მე ვეღარ გავყიდით, თქვენ აი ამ ფასში კონკურენციაში შემოდიხართ. რაც უფრო მეტი ესეთი მწარმოებელი ადამიანი თუ ბიზნესი გაჩნდება, კონკურენცია განსაზღვრავს იმას, რომ რაც ადამიანი გიყვარს თუ არ გიყვარს, მაგაზე არის კეთილზე და ბოროტზე. კონკურენციაზე რომ იმ მეორეს რომ აჯობო, იმ დანარჩენს რომ აჯობო, უკეთესი მომსახურება და უფრო დაბალი ფასი უნდა შესთავაზო მომხმარებელს. აი კონკურენცია უკვე ამ საკითხებს აგვარებს და აი აქეთ კი უნდა იყოს მიმართული, რომ ბაზარი პირველ რიგში იყოს კონკურენტული ეკონომიკა განვითარებული და მოსახლეობას ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, რომ იყვნენ გადახდის უნარიანები, მყიდულ უნარიანები, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტები შეიძინონ. აი ეს ორი რომ ერთმანეთთან მოდის კომბინაციაში, შემდეგ უკვე დამარცხებთ რომ არანაირი კომისიის საჭიროება იქ აღარ დგას და კომისიის საჭიროება ეხლა დგას გამოგონილი კომისიები, რომლებიც უბრალოდ ქმედითი ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში. არ არის. დავასრულოთ ბატონო. კი ბატონო. გადავღლით მაყურებელს რომ სასაუბრო ბევრი დარჩა მით უმეტეს. კი ბატონო. თქვენთან. დიდი მადლობა ბატონო ტელემაყურებლებო. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. იმედია როდისმე კიდევ შევხვდებით და უფრო ჩაუღრმავდებით. კი ბატონო, დიდი მადლობა.